პრეზიდენტი ყვარელში ქვეყნის პირველი პირი ახალი საკურორტო ზონაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. რა არის ქართული რეფორმების საიდუმლო? ამის შესახებ ჯერ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, შემდეგ კი უკვე კითხვებს უპასუხა. მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, საქართველო მაინც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა, განაცხადა დღეს ქვეყნის პირველმა პირმა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ კორუფციის დამარცხება და წარმატებული რეფორმები ეს არა მარტო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პირის, არამედ პოლიტიკური თანავარსკვლავედის დამსახურებაა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სასკოლო საატესტატო გამოცდებასთან კავშირებით გააკეთა და თქვა, რომ გამოცდები გარდაუვალია და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. რეალურად მუშაობს და რეალურად ქმნის ახმენძია ჩამოკიდე და ყველას აქ განცდა, რომ ისინი ყველა ერთად რომელიც გონიათ ყველა სოფლიო ბანკმა ჩამოიყვანა თემ სოფლიოდან რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ლიდერი საქართველოს გამოცდილების შესასწავლად. ჩვენ ვიცით და დანარჩება საქართველოს გაიგო, რომ სოფლიო ბანკმა გამოაცხადა საქართველოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად სოფლიოში. სოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ჩატარებულ გამოკითხვის შედეგად ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და კუთხით. არც ერთ სხვა ქვეყანას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია ამდენი რეფორმა, რამდენი ჩაატარა საქართველომ. არც ერთ სხვა ქვეყანას სოფლიოში არ მიუღწევა იმხელა პროგრესი ეკონომიკური აქტიურობის გაადვილების, გაუმჯობესების, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების კუთხით, რამდენიც ეს გააკეთა საქართველომ. და რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ პირობებში აყენებს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ყოფილ ძესახელმწიფოს და რომელსაც ყავს ყოველი მეათე მაცხოვრებელი არის ტოლვილი, დევნილი საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება. ქვეყანა, რომელსაც დახვდა წარმოუდგენელი ნგრევა, ინფრასტრუქტურის განადგურება, რომლის ყველაზე უფრო შემოქმედებით და ყველაზე უფრო ბიზნეს ორიენტირებულ ნაწილმა გრევის აწლეულის განმავლობაში დატოვა საქართველოს და მიაშურა უცხოეთს და მიუხედავად ამისა საქართველოს იზრდებოდა საშუალოდ 8%-ით ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ გვქონდა ორნიშნული პროცენტით, წელს ჩვენ ვიზრდებით პირველი 9 თვის განმავლობაში 6%-ით. ეს იმ პირობებში, როცა სოფლიო ქვეყნების უმეტესობა იბრძვის, რომ საერთოდ გქონდეს რაიმე ქვეყნის სახის და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ მოიპოვებს ბუნებრივ რესურსებს, რომელსაც დარჩა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოს პროგრესირებს და ახლა გახდა თემ სოფლიოს შესწავლის მაგალითი თქვენი სახით, იმიტომ რომ თემ სოფლიოდან ჩამოდის ხალხი და ამ რეგიონში ეს უკვე კარგად გარკვეული და დადგენილი სიმართლეა, რომ საქართველოს არის ნიმუში ეკონომიკური რეფორმების და ეკონომიკური წარმატების კუთხით. მიუხედავად ისა, რომ ჩვენ ვიღებთ კურსი იყვაზე, ვამბობთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ უნდა ვართ ევროპული დემოკრატიული სინგაპური. სინგაპური ეს იყო ერთი ლიდერის წარმატება. საქართველოს ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ლიდერის წარმატება. საქართველოს ეს არის ლიდერების თანავარსკვლავედი. ყველა თავის სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ხშირად ვსვავ კითხვას. აი მაგალითად პატრული, რომელიც პოლიციის წარმომადგენელი რატო არ იღებს ის გზამს? და სხვა შორის პატრული ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი. მოსახლეობას ყოველდღე ხალხს ჩვენს აქ შეხება პატრულებთან და ამიტომ ყველა იძახს, რომ პოლიცია არის წარმატებული, მაგრამ მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს ზუსტად ისევე როგორც პოლიცია. აი ეს ადგილი იყო მაგალითად საბჭოთა მეურნეობის აბანო, სადაც მართალი 2 კვირით ადრე ეწერებოდნენ ადგილობრივები, რომ დაებანათ, მაგრამ ამ ადგილის გარდა არავინ არ იცოდა ეს წარმოუდგენელი სილამაზის ადგილი. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის რუკაზე ეს ტურისტულ ადგილად არ მოხდა. ასე იყო, რომ ჩვენ ვცვლით ჩვენ მენტალიტეტს. ჩვენ ახლა ვართ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენაში. ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი, არა მხოლოდ 2-3 რეგიონს, რომელიც განსაზღვრა პოლიტბიუროს წევრებმა, რომელთაც ჰქონდათ აგარაკები. დაუვიწყარმა სტალინმა და მისმა თანამებრძოლეებმა მოლოტოვმა, მიკოიანმა სხვებმა. როდესაც მე ნიუ-იორკში ერთ-ერთ იურიდიულ ფერმაში მუშაობდი, საქართველოში მაშინ გამოცხადა საპარლამენტო ასე ვთქვათ არჩევნები და თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ჩამოსულიყავით სამშობლოში და მიგიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ხომ არ იყო ეს ძალიან ბუნებრივად გამომდინარე გადაწყვეტილება თქვენს მიერ მიღებული?
actually seen revolutions both in Georgia and Ukraine. ჩვენ რევოლუციები ვნახეთ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ხომ? საკმაოდ ქარიზმატული ლიდერების მიერ. მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ შედეგები ამ ორ ქვეყანაში არის სრულიად სხვა და სხვა. აი რა იყო, ესე იგი, ამ ორ ქვეყანას შორის ლიდერობა შორის განსხვავება და რა გაკვეთილები შეიძლება გამოიტანოს სხვა ქვეყნებმა საქართველოს მაგალითიდან. ამას წინათ ვიყავი სოფელ შამგონაში, რომელიც არის შეჭრილი ოკუპირებულ აფხაზეთის კალის რაიონში. და იმ პირობებში, როცა წინადღით უყურებდი თბილისის ცენტრის, რაღაც ნაწილი მაინც საკმაოდ ისეთი ოჯახებიდან, რომელთაც არ უჭირთ პროტესტს მოსწავლეების, რომ არ გვინდა სწავლა და ნახე ეს ბავშვები, რომელიც ფანჯრიდან უყურებენ თავის სახლებს, რომლებშიც მუხდება ღამე ჩუმად გადასულა და რამდენიმე მათგანი დაიღუპა წინა წლებში ცივი ენგურის დინარის გამო, იქ რომელიც გადის შუაში ზუსტად. ეს კუნძულია ენგურში, ეს სოფელი შამგონა, სახში გადაიპარებიან, გადმოიპარებიან, იმიტომ რომ თავის სკოლაში მივიდა და უნდა ნახოთ როგორ სწავლობენ ეს ბავშვები, როგორი თვალებანთებულები მიხსნიან ფიზიკის გაკვეთილებს, ქიმიის გაკვეთილებს, ამ პირობებში უხდებათ მათ ცხოვრება და არსებობა. ერთხელ 21 საუკუნე გლობალიზაცია, ინტერნეტი, ყველაფერი შეიძლება ნახო და მეორე მხრივ ბრუტალური მე-19 საუკუნის ბარბაროსების რეალობა, როცა ყოველდღიურად რისკის ქვეშ არიან თავის სიცოცხლის, მათ შორის რომ სახლიდან გადავიდნენ და გადმოვიდნენ და ისწავლო. თქვენ გკითხეთ უკრაინაზე, მე მგონი თავარი განსხვავება არის ის, რომ აქ არ არის სამბოლოო ერთ ლიდერზე, აქ არის რეფორმატორთა ჯგუფზე. აგერ არის გიგი უგულავა თბილისის მერი, რამდენიმე სხვა კიდე ადამიანი, ბევრი, ყველა ადამიანი თავის ადგილზე არის, თავის ყოველი თანამდებობის პირი ახალ სახელმწიფო აპარატში, ყოველი რიგითი პატრული, რიგითი ქონების რეგისტრატორი, ქონების რეესტრში არცევერი არ არის რიგითი თავისთავად. ყველა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს. და ეს არის გუნდი, სწორედ ამ რეფორმატორებს. ეს არის განსხვავება, რაც მოხდა უკრაინაში, რაც მოხდა აქ. ჩვენ არ დაგვიშვია კომპრომისები. კომპრომისები არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება რეფორმას მოვიდეთ. ჩვენ გავატარეთ რეფორმა ყველგან ერთდროულად და არ დაგვიშვია კომპრომისები და სადაც დაუშვი კომპრომისები, ყველგან მე პირადად ვინანი. და ეს არის განსხვავება იმისა, რაც იყო უკრაინაში მათი რევოლუციის შემდეგ, რაც იყო